ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia, ტექნიკურად, მორალურად და ფინანსურად ძალიან მაგარი მოხუქეს USA to Georgia. საბრძნეთთან დაიწყეს ტვირთების ჩამოტანა. გამარჯობა, მეგობრებო, გამოწერება კარგო ხარ. გამარჯობა. მე და ბატონმა დავითმა ვიარეთ და ახმეტაში ჩამოვედით. ჩამოვედით. აი აქ არის, აი, იქით. აეროდრომი არის. ანგარია, ეხლა ციფრავია რადგან, მაგრამ დასაჯდომები ეხლა მოფრინდებიან ჩვენი ძმა და მეგობრები. მინდა რომ ბატონი დავითი ცას ვაზიარო, ანუ პირველად იფრენს. ვიცი არ არის და. ეხლა დაველოდოთ, აი ჩამრიგე მიახედე. ფლუგერი გვაჩვენებს რომ ხარი არ არის. არ არის. ოდნავ ნიავი არის, მზი არის, მშვენიერი საფრენი ამინდია რა და ბატონო დავით მოцხოთ. აჰა, ერთი ბორტი მოგვივიდა. ორი უნდა იყოსო. აი. კრუნზე დაჯდა ხოშიანად. ამითი ნაფრენი ვარ, ხო იცი? მართლა? აი ზუსტად ესეთით. იტალიური ძრავა უნდა ეყეროს, ჰა? აქ მოვა. აქ მოვა. აბა მეორე სად არის? აჰა. ბატონო დავით, შენ წინ დიდი ეთრაფეს გეტყვი რა. შეიძლება შენი პირველი მასწავლებელი დაგავიწყდეს, შეიძლება შენი პირველი ქალი დაგავიწყდეს, მაგრამ აი პირველი ფრენა ცხოვრებაში არ დაგავიწყდება. პირველი ფრენა ვინ იყო ქართველი, იცი? ქალი. არ იყო ქალი. ორი ქართველი ფრენა იყო, ბიძია, ბაბუა და ერთაოზი. აჰა. კენაცვა. სამაგარია, აი. მოგლედ მეგობრებო, ჩამოფრინდა. თიმფრინა ვირითაც უნდა ვიფრინოთ, ბატონი დავით ვაფრინო და აგასონ ფრინავს, წარუდექით ბატონო ჩემო. გამარჯობათ. მე მქვია ვახტანგი ირემაშვილი, მე ვარ ფრინავ ინსტრუქტორი, ეგზამენერი კომპანიის Fly Crew Club. კომპანიას ქვია ეგრე? ხო. საიდან ვიცნობთ ეს? მარნეულიდან ვიცნობთ ეს? ჩვენ ვიცნობთ 39-დან ყოფილი თანამშრომლებიც ვართ. შემოგეწაით. და მეგობარი და ასე შემდეგ. კარგი წლები გვაქვს გატარებული ერთად. მართლა რომ ყოველთვის რომ თბილად მახსენდება. კაი ხალხი, კაი ხალხი. მოგეთ მეგობრებო, აი, გააკეთეს კომპანია რა ძალიან მაგრამ მიხარია და მოდი ვილაპარაკოთ შენი კომპანია რას აკეთებს. ჩვენი კომპანია ძირითადად ეს არის საავიაციო კლუბი. ანუ სადაც შეიძლება ისწავლოს ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელსაც უყვარს ფრენა, აინტერესებს ეს თემატიკა, მოვიდეს, ისწავლოს ფრენა, აიღოს ლიცენზია. ლიცენზიას თქვენ გაცემთ? კი, ჩვენ არა. ჩვენგან მიდის გამზადებული კურსანტი საბუთებით, აკინზული საბუთებით, თეორიით გამზადებული, პრაქტიკით უზრუნველყოფილი, ჩვენგან შემოწმებული რომ ეს ფრინავი შემდგომლოს ვაძლევთ რომ ეს ამ ადამიანს შეიძლება გადაეცეს საფრენოსო სერტიფიკატი. ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის ზემსუბუქ თვითფრინავებზე, რომელიც 600 კილომდეა, კი. მე აქ დეპარტამენტში აბარებს მათთვის მისაღებ გამოცდებს. ანუ იმათ ვიფრანზე უნდა იფრინოს? არა, თეორიული გამოცდები იქნება და აძლევენ შესაბამის ლიცენზიას, სერტიფიკატს, ისე ვთქვათ, რომ აქვს ფრენის უფლება ზემსუბუქ თვითფრინავებზე, მაგრამ შემდეგ ხდება რომ ეხლა შეიძლება იმ პიროვნებამ სხვა ესეთ მოუწიოს ესეთზე ფრენა. ხო, იქ დამატებით 1 საათიან, 2 საათიან ინდივიდუალური საკითხია ესაც. გაივლის ჩეკ იმ განსხვავებულ თვითფრინავზე, ანუ შემოწმებას, რომ ის თავისი სხვაობამ თვითფრინავის შეხედოს და გადავა იგივე, ოღონდ არ დაგვაიწყდეს. ეს ზემსუბუქი გაითვალისწინებს ზემსუბუქი ავიაციის კლასს მთლიანად. ანუ რომელი თვითფრინავი ამ ზონაში გადის. ანუ ეხლა ძირითადად ესე რაში გამოიყენებ? კაი, ვისწავლე ფრენა, მე. ხო. ზემსუბუქი ავიაციაში თუ გამოიყენებ ამას შენი საკუთარი სიამოვნებისთვის. არა, აი, ნახე.
ხო. ავიღე ლიცენზია, კი. გავიარე ეს კურსი, მაგრამ არ ამყავს თვითმფრინავი, რა უნდა ვქნა? შეგიძლია მოხვიდე ჩვენთან კლუბში. იგივე, იქირავ ეს თვითმფრინავი, რომელზეც ისწავლე. და იქირავ თვითმფრინავი და იფრინავ თვითმფრინავით. ტექნიკური მომსახურება? ტექნიკურ მომსახურებას ყავს ჩვენ სპეციალურად სავიეცო საწარმო, ვისთანაც ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს და ვინც ახდენს ამ თვითმფრინავის ტექნიკურ გამართვას, მექანიკოსების ინჟინერებიც კი. თვითმფრინავს აქვს თავისი ფორმები. საათობრივი ფორმები აქვს, რომელიც უნდა შესრულდეს ზუსტად 50 საათში, 100 საათში, 200 საათში და ასე შემდეგ. გეგმიური ისინი რაფია, შემოწმებები. ამას ყველაფერს აკეთებს ჩვენი ვისთანავართ ტექნიკური საწარმო. ჩვენ თვითმფრინავით რომ მოვიდეთ? თქვენ თვითმფრინავით თუ მოხვალთ, შეგიძლიათ ჩვენ კლუბში გაწევრიანდეთ, თქვენივე თვითმფრინავით და იგივე მომსახურებით ისარგებლოთ, რასაც ემსახურებიან ჩვენი ტექნიკოსები. მოხვალთ აქ, თქვენ ხელშეკრულებას დადებთ კლუბთან და იგივე ისარგებლებთ თქვენს, რაც ეს თვითმფრინავი. აი, მოვედი და ბათუმში მინდა წასვლა, რა ვქნა? შენი თვითმფრინავი თუ აი მოვედი, ავიღე ლიცენზია და მინდა მე და ჩემი ზმაღაზი ბათუმში დავაწვეთ ახმეტიდან. აი როგორ უნდა მოვიქცე, რა ხდება? შეიძლება ფრენის წინ, როგორ არ შეიძლება? ფრენის წინ უკავშირდებით სპეციალურ ასე ვთქვათ, სამსახურებს, სადაც გადავცემთ ჩვენი ფრენის გეგმას, რას ვაპირებთ, კოორდინატებს, სადაც ჩვენ გავივლით, სამუშაო დროს, რა თქმა უნდა თვითმფრინავის სახმისებს, სარეგისტრაციო ნომერს, ეკიპაჟის რაოდენობას, საფრენი აპარატი. ეკიპაჟის რაოდენობას და ამ ეკიპაჟის მეთაური ვინც არის იმის სახელი და გვარი. და ჩვეულებრივად დამტკიცდება დაელოდებით ამ ფრენის გეგმის დამტკიცებას და განავზოთ თქვენ ბათუმში ფრენას. ჩვეულებრივად იმ დროს, რომელზეც შეუთანხმდებით. ეს ერთი იმითი ჩაფრინდება, ერთი ბაკით. და შემდეგ HR-ში თქვენ იქნებით აუცილებლად კონტროლში თბილისის ინფორმაციასთან, სადაც გადასცემთ სადახართ, რა სიმაღლე გაქვთ, რომ HR-ში მყოფი ამ დროს თვითმფრინავებმა იცოდნენ ერთმანეთის ადგილმდებარეობის შესახებ. ხო, რომ რამე ის არ მოხდეს, ხო, იაღლისში არ. კი ბატონო. რაღაც. აი, თვითმფრინავი კიდვა რომ მომინდა. ესეთი თვითმფრინავები ახალი, ხო გეუბნებთ, ახალი სადღაც 100-მდე უნდა იანგარიშოთ ევროში. ხო და ნახმარი კიდე ეს ინდივიდუალურია, სად ნახავთ, როგორ ნახავთ, ვისთან ნახავთ. ეს ის თვითმფრინავებია, რომელიც მთელ სოფლიოში არის გავრცელებული. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროპაშიც, ძირითადად ავსტრალიაში არის ძალიან ბევრი ფერმერებს ყავთ. და ყველ ბევრს ყავთ, ძალიან ბევრს ყავთ ეს თვითმფრინავის ერთ-ერთი გამართლებული მოდელი არის. უსაფრთხოების მიხედვით როგორია? აი, უსაფრთხოებით ჩვეულებრივ ყვაძრავა გაითიშა, პლანირებაში. ეხლა როგორც უყურე, ფიუზელაჟი პატარა, სუბუქია და დიდი ფრთები. პლანირება აქვს ამას საკმარისი და საკმარისზე მეტიც. ანუ ამის პლანირების ხარისხი, აეროდინამიკური ხარისხი არის 1:10-თან. ანუ 1 კილომეტრზე თუ გაგეთიშათ ძრავი, 10 კილომეტრს გაიფრენთ. იმ 10 კილომეტრში კიდე ისეთი ადგილს ნახავთ ალბათ, რომ შეაფასებთ. სადაც უნდა აუფრინდეთ ეხლა და როგორ დავჯექით? ბატონო, ჩვეულებრივ ეს მინდორზე თავისუფლად შეიძლება დაждდომა. აჰა. თავარია თქვენ ამ დიაპაზონში ჩაждდეთ, აქ რა თქმა უნდა გამოცდილება არის თავარი, თორემ მარტო თვითმფრინავის აეროდინამიკური ხარისხი არაფერს არ დაგეხმარებათ, თუ გამოცდილება არ აქვს. აჰა. ну გამოცდილებას ეხლა ნენელად რა თქმა უნდა კურსი არის, ანუ საათი 500 ლარი. რამდენი საათი უნდა ვიყო? 30-დან 40 საათამდე. დანარჩენი ინდივიდუალური შეიძლება დამატება დაგჭირდეთ. არა, შეიძლება ჩაეტიოთ ამ დროში. ანუ ეს საათი როგორ ითვლება? ანუ საათია თუ საათს ეძახით თქვა ერთ დღეს. 1 საათი ფრენა. კი ბატონო. ამაში თეორია, აი როგორ ხდება ხა თეორია? თეორია ახლა აქ არის ერთი სანამ ფრენას დაიწყებ, თეორია ესეთი დადგენილი კურსი გვაქვს. არის ონლაინ კურსი და შემდეგ არის ჩვენი კურსანტები ეგრეთ ვთქვათ, მოსწავლეები თუ სტუდენტები, ვინც სწავლის პერიოდში ვინც არიან, გადიან ონლაინ სწავლებას და შემდეგ გროვდება შეკითხვები, რომელიც შეიძლება ონლაინში ბევრი რაღაც ვერ გაიგო. ამ შეკითხვებზე ჩვენ ვიკავშირდებით, მე ვიკრიბებით ინსტრუქტორებიც, მოსწავლეებიც. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოფისი, ოფისში ვიკრიბებით და ამ გაუგებარ საკითხებს განვიხილავთ პირადად უკვე.
შემდეგ ამ თეორიული კურსის დამთავრების შემდეგ თეორიულ გამოცდას აბარებთ, რომ რა შეისწავლოთ ამ კურსიდან რომ დავწუნდეთ და ვიღებთ გადაწყვეტილებას დასაშვები ხართ ფრენისთვის თუ არა ხართ. ყველაფერი კარგად არის, დასაშვები ხართ ფრენისთვის, ვიწყებთ პრაქტიკულ მომზადებას. და პრაქტიკაში თითო საათი ფრენა 500 ლარი. 500 ლარი. დღეში შეიძლება თქვა 2 საათი. ახლა უყურე, 2 საათი ციფრენ დღეში და 4 საათი ციფრენ და მეტსაც ციფრენ, მაგრამ თავიდან საერთოდ იწყება 9 საათიანი ფრენით. ანუ თვითფრინავის გაცნობა ჰაერში, ზონების ნახვა ჰაერში, არის ეს თავიდან იწყება საერთოდ ეს რა 30-40 წუთი და ნელ-ნელა უმატებთ. ნელ-ნელა ვამატებთ და უკვე რომ ისე დონეზე ხარ უკვე შენ თვითონ დაფრინავ და უკვე შენ ესე ვთქვათ შენ თვითონ ჯდები, ფრინდები, მაგრამ ამ ყველაფერს გათლა უნდა. ესე ვთქვათ როგორც მანქანაზე დაჯდენ და პირდაპირ მოდი პარიზში წადი არა ხო რა ამის გასუფთავება აფრენა დაჯდომის გასუფთავებაში კიდე ჩვენ გვერდზე გიზივართ მე როგორ ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ რომ თქვენ უკვე ვსო მზად ხართ რომ გაგიშვათ დამოუკიდებლად მე მარტო გამიფრინავთ დამოუკიდებლად მე გავხთ დამოუკიდებელი ფრენებიც ამ ვარჯიშში და ინსტრუქტორთან ფრენებიც რომ ბევრი დამოუკიდებელიც არ შეიძლება, იმიტომ რომ მავნე ჩვევები რო არ გამოგიმუშავდეთ. რაღაცა დაინახავს ინსტრუქტორი, ეგრევე ჩაკლავს იმას იმ ადგილას. ხო, რო გაპატია რაღაცა ამიდმა ხელი შეგიძლია მე შეიძლება. ხო, რა თქმა უნდა, შენი ხელწერა წამოვა, მაგრამ ცოტა უკვე გვიან. მე დიდი გამოცდილების შემდეგ, ანუ კურსის შემდეგ რომ დაიწყებთ უკვე მარტო ფრენას, თქვენი გამოცდილება ნელ-ნელა წავა იქითკენ და ბევრჯერ გაგიკვირდებათ კიდეც რომ ეს თუ მე ვარ. რეები მწოდნია. ხო. თურმე ფრინავი ყოფილა. ეხლა რა უნდა კითხო. 30 საათი ფრენა ითვლება რომ ნორმალურია უკვე 30-40. ანუ ეს ის დრო არის რომ ამ დროში უკვე უნდა აითვისო და მარტო კაც უნდა დაფრინავდე და უკვე ქირაობა რა ხის. ქირაობა იგივე, რაც საათი ფრენა. საათი 500 ლარი. კი ბატონო. პრინციპში ახლა 1 საათი რო იფრინო აქედან რო წახვიდე ბათუმში რამდენი ხანი დაჭიდე ნუ აქედან რო ბათუმში წახვიდე კაი ამინდი რო ხო კაი ამინდი 2 საათი გინდა რა 1000 ლარი დაგიჯდება მინდი მოდი 2000 ლარი მოკლედ ფული გამზადეთ ვისაც ავიაცია გიყვართ საქართველოში ძალიან მიხარი რომ ესეთი რაღაცა ბეკიდი ავიატორი ვარ და გულით და სულით ყველანაირად მინდა რომ ეს ამბავი განვითარდეს რა. გეგმავთ კიდე რამდენი თვითფრინავი გყავთ? 2 თვითფრინავი გყავს, ერთი სუახალი, ხლა ჩამოფრინდება ისაც, ნახავთ. გზაში გყავს 2 ვერტფრენი. მალე გვექნება ვერტფრენზეც გადასწავლება, იგივე ულტრამსუბუქიც, ზემსუბუქიანუ და სუბუქიც ჩვეულებრივი. ანუ შეგვიძლია უკვე არა ზემსუბუქი გავცეთ, არამედ ჩვეულებრივი მოყვარულის ლიცენზია. ეგრეთ წოდებული PPL-ი. თუ იმას რამეს ეუბნება ეს აბრევიატურა. ანუ იქაც ესეა, ოღონდ ეს თვითფრინავები უკვე ამაზე მძიმე არის. და თვითფრინავით შეგიძლიათ იქაც აიღოთ მოყვარული ჩვეულებრივად, პროსტა განსხვავდება რა, ეს არის ზემსუბუქი, ის არის უკვე მსუბუქი, ანუ 600 კილოდან ზევით. უკვე 3 ტონას და ცოტა მეტიც კიდე. საწვავი რა აქვს? საწვავს წავს პრემიუმი. A95. ჩვეულებრივი პრემიუმი. ბენზინი უნდა აიღო, ჩაასხა. პრემიუმი. ბაკი რამხელა? ბაკი აქვს 45 ლიტრიანები. ანუ 90 ლიტრი ჩადის. და რამდენი საათი ფრენს 90 ლიტრი? 5 საათი უწერია საექსპლუატაციო საქმეძღვანელოდან. ესე იგი ერთი ბაკი ბათუმში მივიღოს მომიყვა. კი. რას გადავუკიდე ბათუმზე, ბათუმი ყოველთვის ახმეტაში ვართ. ხო და კიდე რა უნდა ვთქვა, სიმაღლე ფრენის? სიმაღლე 3000-ზე ადის თავისუფლად ჩოლებერთ, მაგრამ მეტი ზევით ასვლა არ არის უკვე მიზანშეწონილი, ხო კარგად იცისთვისაც. სისხლში კავიტაცია და ჟანგაბადის უკმარისობის გამო. კაბინა არ არის გერმენტული. კრეისერული სიჩქარე? კრეისერული სიჩქარე 120 კმ/სთ. ხო რა და იმის ხარჯზე რომ შენ ახლა გზაზე არ მიდიხარ და მოკლედ კრეისერული 120 კაია. ცოტა სიჩქარე რომ 200-ზე. კი 140-200-ზე წადის კი. მაგრამ 200-ზე უკვე გადაახურე მოტორს. არ გადაახურებ, მაგრამ 200-ით ვერ ივლი დიდი ხანი რა, იმიტომ რომ თვითონ იქ ჰაერის სიმკვრივეზეც არის დამოკიდებული. 140-180-ით ივლი თავისუფლად, მაგრამ ეს უკვე კრეისერული არის მაქსიმალური რეჟიმზე გამოდის ზრავის გაყვანა. და წვაგექნება, რომელიც საექსპლუატაციო რაც უწერია, ეს არის გათვლილი კრეისერულ სიჩქარეზე
რაც უწერია, ჩავოგიყვანს, გაგინახევრებს. ხო, არა, რეკომენდებული. შეიძლება 2 საათი არ გიყოს რა. აჰა, უცებ გამოწვა. ბატონი დავითი მინდა ჩამოვიყვანე, რომ ვაფრინო რა. კი ბატონო. ჩაგისვამ გაგატან. ბატონო დავით. შენ ხო კიდღარე, კიდე ერთხელ გეტყვი რა. შეიძლება სულ ყველაფერი დაგავიწყდეს და პირველი გაფრენა არასოდეს დაგავიწყდება ცხოვრებაში. მოკლედ მეგობრებო, დღეს ამას იქით იცით რა, რომ თუ ფრენა მოგინდათ, ფრენის სწავლა მოგინდათ, ხო? ამათ ლინკს მე დავდებ ვიდეოს აღწერაში, ტელეფონსაც დავტოვებ. კი ბატონო. კლუბის მისამართსაც დავტოვებ, დაუკავშირეთ ამ ხალხს და მე გინდა ერთ ფრენზე იფრინეთ, გინდა ამაზე და თუ პატარებს აფრინეთ, ვაფშე აი ძალიან მაგარი იქნება, დაიზრდებიან მე დიდი ფრენა, ამაზმა ფრენავი გახდეს რა. მეთქი ძალიან მაღალი არ გაიზარდო, მეთქი რომ ფანარის დაყურებაზე მომდა გამო გიტარა. შვილო გიტარა თებრა საერთოდ არ უშლის ხელს, ვიცოდე. შეგიძლია იყო ისო იყო ძალიან მაგარი მწერალი იყო, რა ქვია, ეგზიუპერი. ხო. იცი რა მაგარ ამებსაც წერდა? დამფრინავი იყო. მოკეთ ეხლა ვიფრენ და მაგასაც გაჩვენეს მეგობრებო. ეხლა მინდა გაგაცნოთ კლუბის დამაარსებელი და პრეზიდენტი ბატონო ჩემო წარუდე. თანადამაარსებელი. ანუ თქვენი იდეა იყო კლუბი რო ყოფილიყო? ზოგადად ერთი კაცის იდეა ვერასოდეს ვერ გააკეთებს საქმეს და ამ შემთხვევაში ესე იყო იდეა რა თანამძრახველები ადამიანები რომლებმაც ეს ყველაფერი მიწიერ დონეზე ჩამოიყვანეს პროფესიონალები თავიდან იდეა ის იყო რომ ძალიან დიდი ხნის წინანდელი ჩემი პირადად რომ ქონოდა საშუალება რომ მეფრინა დამოუკიდებლად. შეხება ქონდა ავიაციასთან ქონდათ მანამდე? შეხებას ვერ ვიტყვი თუ არა და როგორც გზავრი. ეხლა ოთახი ძალიან ბევრი საათი მაქვს რა თქმა უნდა დაგროვილი როგორც წავს და რაღაცა ცხოვრების რაღაც მონაკვეთში ვიყავი სანავიაცია იყო ესეთი სამედიცინო სამსახური ვერტმფრენებით ხდებოდა კომუნისტების დროს. საბჭოთა დროს და გადმოყვა საბოლოო ჯამში ეს სისტემა, ანუ სამხედრო ექიმი იყავით? არა, სამოქალაქო სამსახური იყო ჯანდაცვის სამინისტროს სისტემის ნაწილი და ეს იყო რთულ გეოგრაფიულად მიუწვდომელ და ან მოკლე ვადაში, როდესაც დახმარება იყო საჭირო და რაღაც იყო. სასწრაფო საჰაერო სასწრაფო. კი ბატონო, საჰაერო ამბულანსი რო დავარქვათ, წერო ეს ყველაფერი შეიცვალა და ამ ორი თვითმფრინავიდან გაფართოებას თუ გეკნოთ. მერე და მერე. აი სამხედრო სამსახურზე ვსაუბრობდით რაღაც ირიბად თქვით და ერთი ჯარისკაცი მითხარით რომ მინიმუმ მე თვითონ სამხედრო ვიხარ. პოლკოვნიკობაზე თუ არ გენერლობაზე უეჭველი. ხო, ნუ იქ თუ არ ჩალიჩობს უნდა მაინც. ყველა ვარ ფიქრობს რომ ის აუცილებლად რაღაც ეტაპზე იქნება სხვაგან, რა თქმა უნდა ნებისმიერ საქმეში წესია. ნებისმიერ საქმეში წესია, როცა ადამიანი ფეხით არ უსწავლოს ბავშვი, მე სირბილი, მე ველოსიპედი, მე იქ ანუ გეგმოთ. ძალიან კარგი. დიდი მადლობა რომ გაგვესაუბრეთ და აი გავფრინდეთ ეხლა და ეს მინდა ბატონი დავითი დათუ მომდიაქ. ვაფრინო მე უთხარი ყველაფერი დაგავიწყდა მე ცხოვრებაში რა პირველი გაფრინა არასოდეს მეთქი რა. ნამდვილად. ფანტასტიკური ის შეგრძნება. გეშინია რაღაც ეგეთი. არა? აჰა. აბა როგორ გზნობ თავს? აჰა. ლებისტურვა. სტურვას ორმიწოს არ მოგიქაჩოს. როცა გეტყვი გაუჩ. ხო? მოგილი აბა ხელი. აბა მოკიდე? ეგრე. აი ცადე. ფრენის დროს მომისმენი დათუჩო. არა, რო გეტყვის, მაშინ მოკაჩე რო ზემო წახვიდე, შენით არ დაუწყო მაგას ჩალიჩი, გაიგე? ხო იცი როგორც არის, არა? შენ კენ მოკაჩავ. მოკაჩავ აფრინები ზემო, წინ მიწევ, სამხოლ დაბლა. აგი? так, ეხლა. ეს გარნიტურები არის, აბა ერთი ჯვრა გავუკეთე. მოარგეთ. გამოდი. არ გინდა მობილური, რა გინდა? არ
არ გადავიღო ჩემთვის. ჩემთვის მი. აი მითი გადაიღე. სიო, იღებს. აბა ბატონო დავით. მოკლედ დამოუკიდებელ ფრენაში უნდა გაუშვა რა. კამერა კი გავატანე. ეხლა ინსტრუქციას უჭერეთ თვითონ ფრენითოს როგორ უნდა მოიქცეს რა. უსმინე. წავიდა ბატონი დავითი თავის პირველი მაგე რა ქვია ფრენაზე. ჩემი მეორე ბიჭი აფრინდება იმითი რა ქვია. მეორე თვითფრენავი და გადაუღებს აერში ირაკლი. სალამი. ამას გავაყოლებ. ამას უფრენია პარაშუტით. ბატონ, პარაპლანით. ასე რომ პიკური მომენტი. აგერ წავითრენ. ეხლა შენ აფრინდები? ხო. მეორე თვითფრენავით გაყვები აი ამითი რა, უკაროთკა. უნდა აერში გადაუღე. dobra. კაი. აი, ირაკლი გავატანე მეორე ჩემი ოპერატორად. საჰაერო ოპერატორად ჩამოყალიბდა. გაემზადებიან ახლა. ბატონი დავითი ელოდება ასაფრენ ზოლზე. დანარჩენი გზაში აუხსნის. ავიდა მეორე. ორივე ძრავა გაშვებულია. დავიდა. ეხლა ჩემი ორი ბიჭი ერთდროულად იქნება ჰაერში. ეგ ძალიან მახარებს რა რო. ირაკლი საფრინდა. ეხლა წყვილში იფრენენ.
არიან ორივენი. აი ესე ლამაზად. ეს ბატონი დავითის თიფრინავია პირველი. ბატონი ირაკლის სანეგრე ლამაზად აჰა ბატონი დავითი მოვიდა. ეხლა თი ვნახო აბა როგორი შტაბეჭდილებები ექნება რა. თუ ჩამოვიდა გაყვითლებული. შეშინებული არა. მიყოს და კიდევ მინდაოდა არ ჩამოვალო. დამატლდა უნდა არ ჩამოვალო. შეშინებული არა მგონია რომ. აბა ვნახოთ ერთი. ბატონო და შენი შტაბეჭდილებები ძალიან მაგარი. ჰა? ძალიან უარ შეგეშინდა ბიჭო. არა. ჰა? არა. ძალიან მაგარი. მოიტაბა. აჰა. აი გაწიე ზემოთ, ხო? აი გაწიე, ხო? ეგრე აწიე და გამოწიე. და ხო? ვეღარ დადი ხარ? ხელებიც იმას ქენდა ქვია. დაყავდა? ნახოთ აბა რა გადაიღე. აბა ნახოთ. ირაკლის და შტაბეჭდილებები ექნება. ხელებს უკნევდით. ჰა? ხელებს უკნევდით. ხედავდით ერთმანეთს? გვერდზე იყო. ო. აბა როგორ მოგეწონა? როგორი იყო? ზა მაგარი ეკადრები გადავი ხე. მე პროსტა კადრები გადავი. ძალიან მაგარი. კი, მაგრამ მომეწონა. აჯი პირველი ორი წუთი საფრინსა იყო ისა რა. ხო, პირველი რო აფრინდი აი რაღაც. შეგეშინდა? თავიდან აი რო აფრინდა და ხო, აი მე აი ხელა რაღაც მეთქირა. ვერ გაასწორა. მერე ბაშა. მოკლედ მეგობრებო, ძალიან ვისი ამოვნე მე პირადად პირველი ფრენა ქონდა. ყველამ ხო იფრინეთ? კი. კიდევ ვიფრინოთ? თუ ქონდა საშუალებები? მაგის მეტი რა გვექნება რა. ამოდენა ისინი ვართ რა ფია. ფრინავი ხალხი. ამითი გამოგევშვით მეგობრებო. მოკლედ ესე მეგობრებო, ვიფრინეთ. ეხლა ესენი ფრენას დაამთავრებენ, ეხლა კახეთში ვართ რა. და ეს ამბავი პურიჭამი დამთავრდება, მე როგორც ვფიქრობ რა. თან მით უმეტეს ახმეტაში. ღვინოა ანგელოზივი. განაკარგი. აი ანგელოზივი. არა, მირონივი კიდე სხვა. აი ანგელოზივი კიდე სხვანაირი. აი დაგალინებთ ესეთ ჩიკას და ნახე. ამითი გამოგევშთოთ, მიდოდა გენახათ რომ აი ესეთი კლუბი არსებობს და შეგიძლიათ ფრენა ისწავლოთ, ან მობრძანდეთ, აი ესე შეუულიათ რომ ჩაგისვან. გაფრინონ, ეგეც გაგდა, ცოტა ჰაერშიც რაღაცა გასწავლო. შეხო იფრი. კი. შტურვალი. მომახვევინეს და ეს. ამითი გამოგევშთოთ, კარგად ზანდებოდ შემდეგ ვიდეო. Gracias.